გამარჯობათ, მოგესალმებით. მე ვარ ნონა გოგოლაური. შესაძლებელია გინახევართ რომელიმე გადაცემაში, სადაც ვიყავი მიწვეული მერიკო კარტოზიასთან, ნინო ჭყარკავასთან, ავიც ჟურნალ თბილისელფშიც დაიბეჭდა ჩემი სტატია. მოკლედ მინდა გითხრათ, რომ იქ ყველაფერია ნათქვამი, ჩემ მდგომარეობა, რა მდგომარეობაც მაქვს. მე ვაკეთებ წმინდა ნიკოლოზის მირონით ვაკეთებ წყლებს, რომლებითაც ხალხი იკუმნება ყველანაირი დაავადებებით. და ველოდებოდი დროს, რომ და ყოფილიყო ისე, რომ მომსლიყო ხელში ძალა, როგორც მამა გაბრიელმა უთხრა. და მართლაც მომივიდა ძალა მარჯვენა ხელში, რომელთაც ვაკეთებ სეანსებს და 5-6 სეანსზე უკვე პაციენტები ტკივილი უქრებათ. ეს ინდივიდუალურია ეს ყველაფერი, ზოგს შეიძლება 6 სეანსი იყოს, ზოგს 10, ეს თვითონ ამას მე ვერ გეტყვით. ყოველ შემთხვევაში მე თვითონ ვარ მეოთხე სტადია მაქვს ტვინსაბჭოებიანი კიბო და უფლის წყალობით და წმინდანების წყალობით გამოვუყურებია ესე. მინდა დაგეხმაროთ ყველას, ვისაც ეს პრობლემები გაქვთ და მინდა გითხრათ, ეს წყლები იგზავნება წმინდა ნიკოლოზის მირონით გამზადებული წყლები იგზავნება საქართველოს გარეთ სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც ჩავენ და იკურნებიან ყველანაირი დაავადებებისგან, ასთმა, რა ვიცი, დიაბეტი და ძალიან ბევრი დაავადება, რომელთაც იკურნებიან ადამიანები. მინდა გითხრათ, რომ ეკურნებიან ისეთი ადამიანები, ვისაც ინსულტი აქვს გადატანილი და საერთოდ ვერ მოძრაობდნენ და ორ თვეში უკვე ფეხზე გაიარეს და სიარული დაიწყეს. ძალიან ბევრი შემთხვევა იყო ისეთიც და კრესლოდან წამოდგა წელიწადნახევარი, რომელიც იყო კრესლოში, რომელიც იჯდა, წამოდგა და ფეხზე გაიარა, დღესდღეობით ფეხზე დადის. ეს ყველაფერი გადაღებულია და ეს ყველაფერი იცის ხალხმა. მე უბრალოდ ეს გადაცემა იმიტომ ჩავწერე, რომ გითხრათ თქვენ და გაგახართ, რომ მე თქვენ გვერდში ვარ და შემიძლია უკვე სეანსები დავიწყო და მიგიღოთ ჩვეულებრივად. მე ამისი უფლებაც მომცეს უფალმა და მამა გაბრიელმა და მინდა რომ ყველა ჯანმრთელები იყოთ ბედნიერები და გახარებულები. შემიძლია, როგორც შემიძლია მე დაგეხმარებით ყველანაირად. თუ რა თქმა უნდა, თქვენი სურვილი იქნება. ჩემი მონაცემები იქნება აღწერაში, ვიდეოს აღწერაში, სადაც შეძლოთ მე ჩემთან დაკავშირებას. რა თქმა უნდა, თუ სურვილი გექნებათ. მე დაგემშვიდობებით, კარგად ვანდებოდეთ და უფლის მფარველობა გქონდეთ.